დაიბადა ბავშვი, გვიხარია ოჯახს და ქალს ეწყება ლაქტაციის პერიოდი. აი, ამ პერიოდში როგორ შეგვიძლია მამებს გვერდში დაუდგეთ ჩვენ საყვარელ ადამიანებს? პირველ რიგში ქალი ლაქტაციის დროს სიამოვნებას ძალიან ბევრს იღებს. ეს არის თავის შვილს ძუძუთი აწვევს და მას კვებავს. ძუძუთი კვების დროს გამოიყოფა სიყვარულის ჰორმონი, ასე ქვია ოქსიტოცინი ბუნებაში, ვიც და საშვილოს დროს კუმშავს ეს. ამით ფიზიკურ სიამოვნებასაც იღებს და ლოგინობის ხანაც ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, ძუძუთი კვებაზე უკეთესი არ არსებობს, როგორც ახალშობილისთვის, ისე დედისთვის. უფრო მეტსაც გეტყვით, ღამის 3 საათზე რო უნდა ადგეს, მოაბოდოს გააკეთოს საჭმელი, მერე გააციოს, ის იმ ტემპერატურამდე მიიყვანოს, თან ძილი გაიტეხოს და ასე შემდეგ. ბუნებაში ყველაზე ბუნებრივია ძუძუთი კვება და აჭმევს და ის ბავშვიც კმაყოფილია და დედაც. და ჯანსაღი და მამაც ამ დროს. ბებია ჩემისგან კარგად მახსოვს, რომ ბიძა ჩემი 4 წლის იყო დაახლოებით, ისევ როჭამდა ძუძუს. არის რაღაც ვადები, რომ იმის იქით უკვე აღარ არის რეკომენდებული თუ შეიძლება დიდი ხანი ჭამოს ბავშვმა ძუძუს. ეცით როგორ არის? პირველ რიგში რეკომენდებულია 2 წლამდე. მეორე, აქ მარტო კვების საკითხი არ არის. ახალშობილი ხშირად თავს დაუცველად აგრძნობს, ამიტომ მას უნდა ნაცნობი გარემო, ნაცნობი სუნი, ნაცნობი სითბო, დედასთან ჩახუტება და შესაბამისად, ამიტომ ჭირვეულებს, როგორც კი ჩაეხუტება და თან თუ ძუძუ ჩაიდო და ეს სიამოვნებაც მიიღო, თან გამოიკვება კიდევაც, ის ძალიან კარგად იზრდება. ამიტომაც ხშირად არის ხოლმე ჩვენ საერთოდ მშობიარობის მერე კაინკალთან კონტაქტს ვახორციელებთ რა. ეს არის მიკროკლიმატის საერთოდ სითბური ჯაჭვი და იმ მიკროორგანიზმების დასახლება უნდა მოხდეს ახალშობილის კანზე, რომელიც დედას აქვს და თუ მშობიარობა დამთავრდა ოპერაციული გზით, დედა ვერ ახორციელებს ამ კაინკალთან კონტაქტს და ამიტომაც ვთავაზობთ მამებს, რომ ეს ბავშვები თავის სხეულზე დაიწვინონ, ჩაეხუტონ და ის ბავშვი დაცული იყოს ისე და ის ისევ ეგზობს დედის სითბოსავით მამის სითბოსაც. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მამები დაუდგნენ დედებს გვერდზე როგორც მშობიარობის დროს, ისე ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში. მივედით იქამდე, რაც გვაინტერესებდა დასწრება რამდენად ხო, აი მშობიარობაზე დასწრება რამდენად მნიშვნელოვანია. აი უკვე ერთ-ერთი ფაქტორი ვთქვი. მეორე, თვითონ მშობიარობა მიმდინარეობს 6, 8, 10, 12 საათი. ხანგრძლივია. რა თქმა უნდა, ეს ქალბატონიც იღლება, მამაც დაიღლება, მაგრამ ზუსტად მასში სჭირდება მას ხარდაჭერა, განსაკუთრებით ამდენი საათის განმავლობაში. და გემოს გზნობენ შვილები, როცა ჭამენ დედის რძეს. რა თქმა უნდა. არა მარტო გემოს გზნობენ, თქვენ წარმოიდგინეთ, დედა რასაც მიირთმევს, ჩათვალეთ, რომ იმანაც ის საჭმელი მიირთვა და იმის გემოსაც გზნობს.